საპასუხო ცეცხლი გაიხსნა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ დარღვეულა. ასეთია ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია ჰორმუზის სრუტეში 7 მაისის ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რა დროსაც ირანულმა მხარემ ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, ასევე იერიშებისა და რამდენიმე პატარა კატარღის მეშვეობით. ცენტრალური საგლობის თანახმად მოწინააღმდეგეზე საპასუხო დარტყმები იყო მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის, ხოლო მათი კუთვნილი ხომალდები არ დაზიანებულა. საწინააღმდეგო შეფასებებია თეირანიდან, სადაც ამბობენ, რომ ამერიკულ სამხედრო ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მას შემდეგ, რაც მოხდა თავდასხმა ირანულ ტანკერზე. პარალელურად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა მისივე თქმით, ჯობს ირანმა არ გამოცადოს ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლებლობები. სხვა შემთხვევაში ვაშინგტონი ისლამურ ქვეყანაზე მასირებული დარტყმებით იმუქრება. I believe they want the deal more than I do. ჯერა მათ შეთანხმების გაფორმება ჩემზე მეტად სურთ. ჰორმუზის სრუტის გავლით გაიარა მსოფლიო დონის 3 ამერიკულმა ნაღმოსანმა. სხვა ნებისმიერი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ამას არ გააკეთებდა, როდესაც მათ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე ამ სულელური წყალქვეშა ნავებით თავს ესხმოდნენ. ჩვენმა ძალებმა ისინი 2 წუთში გაანადგურეს. მათი ტანკერიც განადგურებულია. იცით რა უქენით ტანკერს? არ გვინდოდა კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, ამიტომ საჭის ფრთას დავარტყით და ტანკერებმა წრიულად დაიწყეს ბრუნვა. ირანელებს ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ფიქრობდით, რომ შეიძლება გააკეთებდნენ ამას, მაგრამ მზად ვიყავით. მათ გაუშვეს რაკეტები და თითოეული ეს რაკეტა და დრონი ჩამოგდებულია. მათ კი ვინც ეს გააკეთა, ჩვენთან აღარ არიან. დღეს წაგვეთამაშნენ, მაგრამ ჩვენ გავანადგურეთ. მე ამას ვარქმევ აბუჩა დაგდებას. გაცნობებთ, როდის აღარ იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის სოდნა არ მოგიწევთ, რადგან სხვა შემთხვევაში ირანიდან წამოსულ დიდ ნათებას იხილავთ. მათთვის უმჯობესი იქნება სწრაფად მოაწერონ ხელი შეთანხმებას. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, მაშინ ძალიან დიდი უსიამოვნებები ელით. 7 მაისის ღამით თეირანის ნაწილსა და კეშმის კუნძულზე აფეთქებების შესახებ განაცხადა რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო ფარსმა. ისლამური ქვეყნის კიდევ ერთმა სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ აფეთქებები იყო საჰაერო თვალუწვის სისტემების მიერ მტკვრული ძალების მხრიდან გაშვებული დრონების განეიტრალების მიზეზი. ირანული მედიის ცნობით თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ იყო ორგანიზებული. აბუ-დაბისთან თეირანს კავშირები უკიდურესად ეძებება. ამერიკულ და ირანულ სამხედრო ძალებს შორის ინციდენტი მოხდა 6 მაისს, თუმცა ომანის ყურეში, როდესაც ცენტრალური საგლობის ცნობით ისლამური ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა ვაშინგტონის მიერ დაწესებული ბლოკადის პირობები დაარღვია. მათივე განმარტებით დარტყმას წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება.